ეს ბიბლიოთეკა ახალი გახსნილია და ყველას მოგწონს. აბიტურიენტები გახლავთ და ვცდილობთ ხოლმე რომ ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციის მოსაძიებლად მოვიდეთ. მე პირადად ხშირად მოვდივარ და ტესტებს ვაკეთებ ნიმუშებს გამოცდებისთვის. ჩემი მეგობრები აქ ხშირად მოდიან. რამდენიმე მათგანი აქ ეროვნული გამოცდებისთვის აქ დარეგისტრირდა. გამოცდებს ვაპარებთ ახლა ამ ეტაპზე და წინასწარ ონლაინ ტესტებსაც ვაკეთებდით ხოლმე აქ ბიბლიოთეკაში. მე და ჩემს მეგობრებს კომპიუტერთან უთამაში ძალიან გვიყვარს. მე აქ იმიტომ მიყვარს მოსვლა და წაკითხვა, რომ სახში დიდ ხმაზე ლაპარაკობ არ ტელევიზორი არ ჩართული არა და ყურადღებით ვერ ვკითხულობ და აქ სიჩუმე არის და კარგად წავიკითხავ. აქ არის ყველაფერი, რაც გვჭირდება, გაკვეთილები როგორ მთავრდება, მოვდივართ, კრინებს ვკითხულობთ, დავალებებს ვასრულებთ, ინტერნეტს ვიყენებთ, ვუყურებთ კინოებს, ვუსმენთ მუსიკას. ჩემი კლასის ნახევარზე მეტი დადის ბიბლიოთეკაში. არის შემთხვევები, როდესაც დედა და შვილი ხშირად ერთად მოდიან ხოლმე და დედა ჩვენი სერვისით სარგებლობს, ხოლო შვილი კიდე უფასო ინტერნეტით. სანამ ჩვენი ცენტრი გაიხსნებოდა, მოსახლეობას იქამდე უწევდა დიდ მანძილზე გადაადგილება, რომ რაღაცა სერვისი მიეღო. საზოგადოებრივი ცენტრები მოსახლეობას საშუალებას აძლევს, რომ სოფლიდან გაუსვლელად 200-ზე მეტი სერვისი მიიღოს, ანუ ირეგისტრირებს მიწას თუ სახლს და გვქონდა კიდევ ასევე ქორწინების რეგისტრაციებიც. აქვე ხელმისაწვდომი არის შეხვედრების ოთახი. ხშირად ვიყენებთ ხოლმე ამ ადგილს საერთოდ ესეთი შეკრებებისთვის. ძალიან მყუდრო ადგილი არის, კარგი გარემოა, თავისუფლად ვართ აქ და დიდი დროც შეგვიძლია რომ გავატაროთ. ხშირად ვიკრიბებით საერთოდ იმ პრობლემების გარშემო, რა პრობლემებიც არის სოფელში. ახალგაზრდები ვართ, ცოტა უფრო მეტი ბიძგი გვჭირდება იმისათვის, რომ წარმატებასაც მივაღწიოთ და ჩვენს სოფელსაც გამოვადგეთ. სჭირდებოდა ახალგაზრდობასაც და უფროსებსაც, იმიტომ როგორც ხედავ, უფროსები ძალიან აქტიურად იყენებენ. აქ მოვედი, რომ გოგო მყავს საზღვარგარეთ და დავლაპარაკებოდი. ჩემი შვილი არის თურქეთში. ტელეფონი ცოტა გვიჭირს, ვერ ვლაპარაკობ და ისე რომ აი კომპიუტერში შეგვიძლია რომ თან დავინახოთ კიდევ და თან დაველაპარაკოთ. გამიშთა, თამუნა. აბა რა შვები? რა არის ახალი? ადრე არ იყო ესეთი რაღაცა და ყოველთვის გვიჭირს და ეხლა რა თქმა უნდა ყველაფერი აქ მარტივად კეთდება აქ. გზნობდი რომ რაღაცა საჭირო, რაღაცა სიახლე უნდა შეგვეტანა და ამ პროექტმა სულზე მოგვისწრო რომ იტყვიან. წინასწარ მე გამატარეს ტრენინგების კურსი, ესე იგი როგორც წარმომედგინა როგორი უნდა ყოფილიყო ეს თანამედროვე ბიბლიოთეკა, ზუსტად ისეთი არის. ეს პრეზენტაცია ახალი ბიბლიოთეკის ხედვა მე ჩავუტარე ჩვენი რაიონის ბიბლიოთეკარებს, მოვიწვიეთ ამ ბიბლიოთეკაში დაათვალიერეს, ძალიან მოეწონათ. იმ ბიბლიოთეკებს ძალიან უჭირთ, როგორც რემონტის მხრივ, ისე ტექნიკის მხრივაც. კარგი იქნება, რომ იქაც გაკეთდეს ასეთი ტიპის შენობა.